სამშვიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი. დღეს განსხვავებული ფორმატით გვექნება გადაცემა. ლევანი გვაკლია, წავიდა ესპანეთში, წაიყვანა 40 ბავშვი და იქ ასრულებს ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას. შესაბამისად, აქ ვიქნებით, აქეთ მხარეს ვიქნებით ორნი. ლაშა სილაგავა და მე, ბიზინა ბარათაშვილი და გვყავს ძალიან საინტერესო სტუმრები, ჩვენი დარგის ხელმძღვანელები, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეზმარეშვილი. დიდი მადლობა ბატონებო აქ მოგზაურობისთვის. ორივენი ნაყოფი ხართ არაერთგზის აქ. წელი მთავრდება, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ნელ-ნელა შევაჯამოთ 2025, თქვათ ის, რაც მოგვიწონა, რაც არ მოგვიწონა, რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა, რა გეგმებია საომავლო 2026 წლისთვის, რომელიც აგერ მოგვადგა უკვე კარს. და სანამ ამ ყველაფერზე დავიწყებდე საუბარი, პირველი კითხვა მაქვს თქვენთან ასეთი, ესე იგი, რაც მე თავი მახსოვს მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მუდმივად არის ეს თემა, რომ სპორტის სამინისტრო ხან რაღაცას უერთდება და ხდება სპორტის, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის, საშუალო ასაკის, ვიღაცის პენსიონერების, ამ ყველაფრის რაღაცის ნაწილი. მერე გამოეყოფა, მერე ისევ შედის, მერე გამოდის. მიზეზი მაინტერესებს, რატო ხდება ეს ასე და მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორც არის საქართველოს, სპორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცხოვრებისთვის, ჩვენი ემოციური რაღაცა დღესასწაულების მოწყობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი სფეროა და რატო არის, სულ რატო დგას აი დამოუკიდებლად ყოფნა არ ყოფნის თემა. და ამასთან ერთად, რახან წელს მოხდა ისევ და უკვე თქვენ აქ სპორტის მინისტრის რანგში მასპინძლობთ, ისიც რომ გითხრათ, რომ აი რა ეტაპზეა, თქვათ, ახალი სამინისტროს ჩამოყალიბება, რა ხდება, რაიმე სიახლეებია, სტრუქტურული ცვლილებები და ასე შემდეგ. პირველ რიგში მოგესალმებით. პატივია თქვენ გადაცემაში ყოფნა, თქვენთან ერთგვარად შეჯამება 2025 წლისა. ძალიან საინტერესო და კარგი კითხვა დასვით, ვინაიდან მეც და ბატონი ირაკლიც ვართ ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პატივი სანამ მინისტრი გავხდებოდი და სანამ თქვათ მინისტრის პირველი მოადგილე იქნებოდა ბატონი ირაკლის ხელმძღვანელა სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და მეც ყოფილიყავი ადამიანი, რომელმაც დავიწყე მოღვაწეობა ჩემი, ასე ვთქვათ, იმ დიდი სპორტული კარიერის შემდგომ, რომელიც სხვადასხვა სფეროებში მქონდა სამინისტროში 2015 წელს სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროში, შემდგომ მომიწია კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოღვაწეობა, შემდგომ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოღვაწეობა და დღეს მაქვს პატივი, რომ უკვე დამოუკიდებელ სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი ვიყო. რა თქმა უნდა, ეს იყო გარკვეულწილად ჩვენი ხელისუფლების იმ პერიოდის შეცდომები, იმიტომ რომ თავიდანვე ვიძახდი, რომ იმ სფეროს, რომელიც თავიდანვე იყო წარმატებული, ტრადიციები ჩვენ და სპორტული შედეგები, რაც წლევანდელ წელს ჰქონდა, შარშან ჰქონდა, რა თქმა უნდა, შეიძლება არა იმხელა, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა ქართულ სპორტს გამარჯვებები, ყოველთვის ყავდა მსოფლიო, ევროპის თუ ოლიმპიური ჩემპიონები და ყველაზე მეტად თუ რაიმე ახარებდა ქართულ გულშემატკივარს, დღესაც, გუშინას და მაშინაც იყო ქართული სპორტი. ამიტომ სპორტის ასე სხვადასხვა სამინისტროებზე მინდა არ იყოს სწორე და ზუსტად ეს დაინახა და მინდა მადლობა თქვა და ეს მადლობა ნებისმიერ პერიოდში მე ვიქნები მინისტრი თუ არ ვიქნები ყოველთვის ეკუთვნის ბატონ ირაკლი კობახიძეს, იმიტომ რომ მან ყველაზე მეტად დაინახა, რომ ის სფერო, რომელიც წარმატებული იყო, ის სფერო, რომელიც აერთიანებდა საქართველოს, ის
სფერო, რომელმაც მთელი საქართველო და განუჩენლად რასისა, სქესისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა გაეთინა და ერთმანეთს ახუტებდა, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც ჩვენი ხელბურთელები ბეგლად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც ჩვენი კალათბურთელები მსოფლიოზე გავიდნენ, როდესაც ჩვენი წყალბურთელები გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ჩვენმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა 2024 წელს საუკეთესო რეკი დაასრულეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა მაშინდელი ხელისუფლება, რომ ეს სფერო ამ სფეროს ეკუთვნოდა ცალკე დამოუკიდებელი არსებობა და ამით კიდევ ერთხელ დაანახა მოსახლეობას, თუ დღევანდელი ხელისუფლებისთვის რამდენად პრიორიტეტულია სპორტი და სპორტის სფეროს განვითარება. დღეს ქვეყანაში ყველა სფერო წარმატებულია, მაგრამ ჩვენ ახლა სპორტის საზოგადოებაც, სპორტის ხალხი ასე ვთქვათ, რომლებმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი სპორტს მიუძღვენეს, მაგრამ სპორტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფეროა. შარშანდელი წლევანდელ წლის შედეგებზეც ეს ნათლად მეტყველებს, რომ ერთ-ერთი წარმატებული სფეროა და ამ წარმატებულ სფეროს უფრო მეტი განვითარება ჭირდება. უფრო მეტ განვითარებას ჭირდება სამინისტრო, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ სპორტზე, მინისტრი და მოადგილეები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იფიქრებენ სპორტზე და სპორტის განვითარებაზე. იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ შედეგებით, შედეგებით დღეს გვაქვს. ეს უნდა განვითარდეს. სპორტი თქვენი ციტა ნებისმიერი ფედერაცია არის დინამიური, ყოველ წამიერად იცვლება, როგორც სათამაშო მოედანზე იცვლება ყოველ წამიერად ნებისმიერ სპორტის სახეობაში შედეგი და თქვათ ანგარიში, ისე არის ყოველ წამიერად დინამიურია ფედერაცია, ყოველ წამიერად შეიცვალოს ქვეყანა, მიმართულებები, ამიტომ ამას ჭირდება სამინისტრო, რომელიც ამას ყოველწამიერად პულზე ეჭირება ხელი იმისთვის, რომ შედეგი ქვეყნის გარეთ და მაღალ მიღწევების სპორტში განვითარდეს და ჩვენი მთავარი გამოწვევა რა არის ქვეყნის შინით, ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი იყოს, მეტი მასობრივად იყოს ჩართული ხალხი სპორტში, შესაძლებლობა ჰქონდეთ ხელმისაწვდომობისა სპორტის ინფრასტრუქტურაზე, იყვნენ მაღალკვალიფიციური მსმენელები, იყოს ყველა ინფორმაცია გაცემული, რაც მათ ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესში ჩართულობის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სპორტის სამინისტრო შექმნა ამ ეტაპზე იყო სწორი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ამ გადაწყვეტილების მიმღებ ხალხს. რა მაინტერესებს იცით ახლა არიან ოპონენტები ზოგადად ყოველთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ საერთოდ სამინისტროებს არ არის მარტო სპორტის სამინისტროზე საუბარი, მე თვითონ ვიყავი ერთ დროს წინაცხოვრებაში კულტურის მინისტრის მოადგილე და ხე იმ პერიოდს რო ვიხსენებ, ხო, რაღაცებში მე რთული იყო, რომ არ დათანხმებოდი თქვათ იმ ოპონენტებს რაღაც ნუ ყოველთვის პერიოდს გააჩნია, ხო, როდის რა ხდება და რა ვითარებაში გვიხდება მუშაობა. ხშირია ხოლმე საუბარი, რომ იცი რა, ხო არ არის გადატვირთული, ბევრი ხალხი ხო არ არის. აი, იქნებ რაღაცნაირად სტრუქტურაზე გვითხრათ, თქვათ, იმიტომ რომ თქვათ, მაყურებელმაც იცოდეს რა არის, რამდენი ადამიანია თქვენთან, რას თქვათ, ახალი სამინისტრო ხართ, ხო? ანუ უბრალოდ გამოიყო ეს ხალხი, ვინც იქ იყო და ასე დარჩა, რაღაცა მიმართულებები არის პრიორიტეტები როგორ ისაზღვრება, აი რა ხდება საერთოდ სამინისტროს მუშაობა, ეხლა მე არ მინდა რომ ამაზე ახლა 1 საათი ვილაპარაკოთ, მაგრამ ისე მოკლედ რო გითხრათ, თქვათ, აი თქვენი სამინისტროს და თქვენი ყოველდღიურობა როგორია. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით საქართველოს სპორტის სამინისტროს გააჩნია ერთ-ერთი თანამედროვე სამინისტრო. სახლი გააქვთ, ანუ ეს შენობა. თქვენთან რაღაცა პერიოდი ვერ პოულობდი, სადღაც. აქვე მეზობლად არის. ეხლა ვიცი საცარია გასა. აქვე თქვენთან ახლოს, რომელიც არის რა თქმა უნდა დროებით და ინფრასტრუქტურის ნაწილზე, რომელსაც ვფიქრობთ მე ბატონი ირაკლის ამაზე კარგად ჩაშლის, ანუ რას ვფიქრობთ თბილისში სპორტულ ქალაქთან დაკავშირებით. რაც შეეხება სპორტის სამინისტროს თქვენთან ახლოს, ნუცუბიტის 68-ში იმყოფება ერთ-ერთი თანამედროვე შენობაა, რომელშიც თითოეულ თანამშრომელს, რომელიც სპორტის სამინისტროს ემსახურება აქვთ, თანამედროვე პირობა, რომ იფუნქციონირონ, შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ წამს შეხვდნენ ნებისმიერი ფედერაციის თანამშრომელს, დაეხმარონ მან ყოველდღიურ საქმიანობაში, ჩვენ დაახლოებით 90 ფედერაცია გვყავს აღიარებული და დაახლოებით ალბათ თითოეულ ფედერაციაზე რო ავიღოთ 2-დან 4 ნაკრებებამდე ყავს, ანუ ისე რომ ყოველდღიურ თემაში ძალიან დატვირთულები არიან. სულ თანამედროვე ხალხნაკლები სამინისტრო შეიძლება ითქვას, ჯამში
70 კაცი მუშაობს, სადაც არის სპორტის დეპარტამენტიც, იურიდიული დეპარტამენტიც, ფინანსური დეპარტამენტიც, იმიტომ რომ თვითონ დაფინანსება დიდია და სტრუქტურები, ანუ დეპარტამენტები აუცილებელია რომ სრულყოფილად იმუშაოს. ხო, ანუ ფედერაციებთან თქვენგან მიდის. კი, ანუ სახელმწიფოსა და ფედერაციებს შორის ურთიერთდიდი კავშირი აუცილებელია არსებობდეს სამინისტრო, რომელიც ყოველდღიურად ფედერაციას დაეხმარება იმ ყოველდღიურ საქმიანობაში, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს მსხვილი ფედერაციები, რომლებიც შტატითაც დიდები არიან, მაგრამ არსებობენ მცირე ფედერაციები, რომლებიც არანაკლებ საქმეს აკეთებენ, მაგრამ აუცილებელია ყოველდღიურ საქმიანობაში მათაც ხელი შეუწყოთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ თვითონ სამინისტრო არის მოქნილი, მობილური, საქმეზე ორიენტირებული, წეღა რაც ჩამოვთვალეთ თუ რა ხელმისაწვდომობაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მწვრთნელთა გადამზადებაზე, ჩვენი სპორტსმენების უცხოეთში მარტივად გადაადგილებაზე, კომფორტის შექმნაზე, საერთაშორისო ფედერაციებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით თქვენ ხედავთ, რომ გარკვეულწილად ჰაბი გახდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენ რეგიონში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების კუთხით. ამდენი საერთაშორისო შეჯიბრი არც ჩვენ სამეზობლო ქვეყანა არ ატარებს და გარკვეულწილად ხაბათ ვიქეცით ამას მე შემდგომ საუბრებში ამას კიდე კარგად ჩავშლით. ამიტომ ყველა ფეზზე ჩათვალეთ, რომ სპორტის სამინისტროა ჩართული იმისთვის, რომ მაღალ დონეზე იქნას ჩატარებული ქვეყნის შიგნით ეს დიდი საერთაშორისო ტურნირები, მათ შორის ფედერაციებს რომ მარტივად შეეძლო საერთაშორისო დიდ ტურნირებზე მონაწილეობის მიღება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება მომავალში თუ რას ვფიქრობთ, ბატონ ირაკლის მიცემ საშუალებას, რომ ჩაშალოს მთლიანად თუ რას და როგორ ვფიქრობთ ახალ სპორტულ ქალაქთან დაკავშირებით. მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ მაყურებელს და დამდეგ ახალ წელს და შობას გილოცავთ, რომელიც მოდის. ჩვენ ახლა ყველანი იმას აქში ვართ, რომ ყველას კარგად გახსოვთ ვაკეში, სადაც ფიზკულტურის ინსტიტუტი იყო, იმის უკან იყო მთელი სპორტული ინფრასტრუქტურა. მის მოპირდა გვითამაშია ერთად მის მოპირდაპირედ ლოკომოტივის სტადიონი და ასე შემდეგ მთელი ინფრასტრუქტურა იყო. დაახლოებით იმ ადგილზე, რასაც დიღმის ჭალები ქვია და ეს დიღმის ჭალები, იცით თქვენ, ამერიკის საელჩოს უკან არის, სადაც არსებობს ამ წუთში ყინულის დარბაზი, ტანვაჯიშის დარბაზი, აუზი, კალათბურთის დარბაზები, ძალიან 8-9 ფეხბურთის მოედანი. იქ დაახლოებით 11 ჰექტარზე გაშენდება სპორტული ქალაქი. სადღაც იქითა წლის დასაწყისში დაიწყება სპორტის უნივერსიტეტის მშენებლობა, მას მიყვება შემდეგ ყველა ის ობიექტი, რომელიც საჭიროა დღეს ქართული სპორტისთვის და მისი ცხოვრებისთვის. სპორტის უნივერსიტეტი იქიდან გადავა იქ. იქიდან აღარ არის იქ უკვე. ეხლა არის სადაც არის ახლა, იმიტომ რომ იქ ვატარებენ დროებით შენობაში. მაგ შენობაში სხვა რაღაცას დავდიოდი სამწუხაროდ. არა, ეხლა არის დროებითი შენობა არის და იქიდან გადავლენ. იქნება სპორტის უნივერსიტეტი, იქნება სპორტის სამინისტრო, კოლეჯი, ფედერაციებისთვის შენობა, იქნება რეაბილიტაციის ცენტრი, იქნება სხვადასხვა სპორტის სახეობებისთვის დარბაზები და მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენი საერთო აზრი იყო სამინისტროში, რომ ჩვენ რაღაც გარკვეული ვალი გვაქვს ძლეოსნობისადმი და ალბათ იქნება ღია მანეჟი და დახურული მანეჟი ძლეოსნობის. აქვე კი ვისარგებლებ იმით, რომ ლევანი არ არის და თქვენ თვითონ ხართ ხელბურთელი და ხელბურთის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი, ხო? რეალურად რო ვილაპარაკოთ. აი, ეს რა არის? ხშირია ხოლმე, რომ ხშირად გვიწევს, ნუ ლევანთან განსაკუთრებით ამ თემებზე საუბარი და მე მინდა იმ სპორტის იმ სახეობებს დღეს ახლა ვინაიდან ამ სტუდიაში გვაქვს დრო საიმისო, მინდა რომ იმ სპორტის სახეობებზეც ვკითხოთ რაღაცები, რომლებსაც ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენ სპორტულ არხებზე შედარებით უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ. ხო თქვა ამ თვალსაზრისით ხელბურთის თემით დავიწყებ, მე დოღზე მინდა კითხოთ, იმიტომ რომ აქ ჩვენ წინა შეხვედრაზე თქვენ როცა იყავით ბევრი რაღაცებზე ვისაუბრებთ იპოდრომებზე და თან ვიცით რომ ამ მიმართულებით ბევრ რამ გაკეთა შარშან და ამისთვისაც მინდა რაღაცა პატარა დრო დავიტოვო და ასევე ზამთრის სახეობებზეც მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ვიცი რომ ატონი გიორგისგან სამქონდო გუშინ საუბარი და მან მითხრა რომ აქაც კეთდება რაღაცა რამდენიმე სკოლის გახსნა არის მაღალმთიან რეგიონებში დაგეგმილი და ამაზეც მინდა დაგელაპარაკოთ, მაგრამ ჯერ ეს რო ვთქვათ რა ხელბურთისთვის აი ვთქვათ გაქვთ რამე გათვალისწინებული
ეხლა მე ვიცი რომ ვთქვათ 2 მილიარდიანი პროექტია ხო დაანონსებული ყოველ შემთხვევაში და ეხლა ამდენს თუ აშენებთ რაღაც რატო ამბობ იქ და კიდე მინდა ესე კითხოთ ამ მშენებლობებთან დაკავშირებითაც რა ხშირია საუბარი იმაზე რა თქვენ თვითონ იყავით დინამოს სტადიონის დირექტორი ხო ამ დინამოზეც რა ხდება ესეც მინდა რომ გავიგო იმიტომ რომ ხან ვამბობთ რომ ინგრევა და ადამიანი არ შეიძლება შევიდეს მერე რაღაცები ტარდება იქ თქვა რაც აშენდა რაღაცა გარკვეული კითხები არის იმასთან დაკავშირებით ხო ამ მშენებლობებზე ახლა მაგალითად ხელბურთის დარბაზში იქ რაღაც ავზით ჩამოდიოდა წყალი მე რაღაცაზე ისხმეოდა ინსტალაციას გავდა ხო მე ჩამოდი მე მეორე ავზში ისხება მე ეს რაღაცა გადადის და აი ესეთი ანუ მშენებლობები რომელიც არის დაგეგმილი ხო ამდენი ამას ალბათ რაღაცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცას. ეს თქვენ აშენებთ ამას თუ ვინ აშენებს თუ როგორ არის? ახლა მე აგიხსნით როგორი მდგომარეობა არის. სახელმწიფოს დაანონსებული აქვს დაახლოებით 62 მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს მულტიფუნქციური ცენტრი თითქმის ყველა სახეობას მოიცავს. აი მაგალითად ავხსნი სულ კითხვა არის, რატო არის დარბაზი მე კომისიის წევრი ვარ სადაც იხილება და რატო არის დარბაზი 60-55-ზე 60-55-ზე ეს ნიშნავს რომ ერთდროულად როდესაც იგი ფარდით სკეილი ფარდით იკედება რომელსაც არც ხმა გადის იქით არაფერი კეთდება 3 მოედანი სრულფასოვანი რომელსაც შეიძლება ერთდროულად 3 ხელბურთის ვარჯიში ჩატარდეს 3 კალათბურთის 3 ფრენბურთის 3 ჩოგბურთის და რა ვიცი ყველაფრის ჩვეულებრივი დარბაზი რომელსაც დღეს ვარჯიშობენ არის 42-27-ზე 25-ზე ეს არის წარმოიდგინეთ თქვენ 60-55-ზე ეს ფაქტურად მოიცავს ყველაფერს. პლუს ამის გარდა მულტიფუნქციურ ცენტრში იქნება ჭიდაობის, ძიუდოს, სროლისთვის ტირი, ძალოსნობისთვის დარბაზი, ზოგან რასაც ითხოვს დაუშვათ ჩვენ ძალიან დიდი კვლევა ჩავატარეთ მე ვახსოვს ბატონი შალვა ახალი მოსულიყო და მეც აი იანვარ-თებერვალში ჩავატარეთ კვლევა რითაც გავიგეთ რა საჭიროებები აქვს ამა თუ იმ რეგიონს. და იმის მიხედვით ძალიან დიდი სია გაკეთდა რა საჭიროებები აქვს და ზუსტად ამის მიხედვით მიეცა ყველა დარბაზს რომელიც უნდა აშენდეს ამა თუ იმ რეგიონში ის ინფორმაცია და ის ციფრები რაც არის საჭირო და ამა თუ იმ სახეობას რა დარბაზი ჭირდება რა ზომის როგორი რამდენი გასახდელი აი ეს ყველაფერი გაწერილი არის ყველაფერი გადაცემს ერთ-ერთი ფუნქცია მეც ბატონ ირაკლისთან ნებართვით ვიტყვი ანუ ერთ-ერთი ფუნქცია სპორტის სამინისტრომ თქვენ რას თქვით რა ფუნქციას ასრულებს იყო ის რომ ისაც თქვენ თქვით რომ არ ყოფილიყო პირველი რაც მინდა თქვა რომ ყველა მშენებლობას აწარმოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შესაბამისად ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჭირდება დამკვეთი სწორი დამკვეთი თუ რა სახეობის დარბაზები ჭირდება ამა თუ იმ რეგიონს ბატონმა ირაკლი მახსენა რომ სპორტის სამინისტრო სანამ ამ დაკვეთას მისცემდა მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოიკვლიათ თუ რა სპორტის სახეობა იყო ტრადიციული, რა მდგომარეობაში იყო არსებული დარბაზები, რა ახალ სპორტის სახეობებზე იყო მოთხოვნა და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენ გავაკეთებდით ტექნიკურ დავალებას ამა თუ იმ მუნიციპალიტეტზე თუ რა მოთხოვნები ქონდა, რა ტრადიციები ქონდა და პრემიერის დავალებით რომ ეს უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი პირველ რიგში და უნდა ყოფილიყო მასობრივობისთვის გათვლილი, ანუ მეტი ხალხი რაც შეიძლებოდა. რაც ბატონმა ირაკლი მახსენა დარბაზი 65-40-ზე ბევრი ხანდახან კითხავს ბადებს, იმიტომ რომ სათამაშო ერთი მოედანი არის 40-20-ზე და ყოველთვის ასე მიმართულებით მიდიოდა ხოლმე რომ ერთ პატარა მოედანს გააკეთებდნენ, გარშემო დაასხავდნენ დიდ ბეტონის კამებს და ეს კამები იყო მუდმივად და წელიწადში ერთხელ ტარდებოდა იქ შეჯიბრი და სკამზე კაცშვილი არ უნდა. ჩვენ მთლიანად უარი ვთქვით ასეთ პრინციპებზე რეგიონებში ასებულ სპორტული ინფრასტრუქტურაზე, იმიტომ რომ ჩვენ სოფლიო თუ ევროპის ჩასატარებელი სპორტის სასახლეები ბევრი გვაქვს, მათ შორის ბათუმში, გორში, თელავში, თბილისში, ქუთაისში ვაშენებთ ახლა თანამედროვეს, მაგრამ რესპუბლიკურ დონეზე აუცილებელი არ იყო კლასიკური ბეტონის სკამები, რომელზეც მუდმივად იქნებოდა, ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ იყოს გამოსაშლელი სკამები, რომელიც საშეჯიბრო პერიოდში თუ ამა თუ იმ სპორტის სახეობა საქართველოს ჩემპიონატი მოიდომა მხოლოდ და მხოლოდ იმ პერიოდში გამოიშლება და გახდება 1000 კაციანი და 1500 კაციანი და სხვა შემთხვევაში იქნება კედელთან 1 მეტრის სიგანეს იკავებს ეს კამი მილაგებული, მაგრამ 11 თვის განმავლობაში ეს დარბაზი მოგცემს, რომ განში ჩავალაგოთ 3 დარბაზი, რათა ედროულად ჩვენ მივიღოთ მინიფეხბურთიც, კალათბურთიც და ხელბურთიც და ფრენბურთიც.
რომ მეტ ბავშვს ქონდეს შესაძლებლობა ერთი და იგივე დროს ივარჯიშოს. გარდა ამისა, საცურაო აუზები კეთდება, რომელიც მისცემს საშუალებას როგორც მოცურავებს, ასევე წყალბურთელებს, რომ იცურაონ და ის ინდივიდუალური სპორტის სახეობები, რომელიც იმ ქალაქში იყო ტრადიციული, რომელიც არის დღეს პოპულარული, ყველგან აბსოლუტურად დავსვით საერთაშორისო სტანდარტებზე. გასახდელი, სავარჯიშო დარბაზი, კალათბურთის დარბაზი, ამიტომ ყველაფერი აღებულია საერთაშორისო სტანდარტთან და ეს ყველაფერი ტექნიკური პირობა და რა პირობითაც გამოცხადდა მე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ტენდერები იყო ჩვენგან ნაკარნახევი. რატოა ბატონო ირაკლი დღესაც კომისიაში და რატოა 12 საათიანი სამუშაო გრაფიკზე გადასული? იმიტომ რომ იქაც მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური დავალება იყო ჩვენს მიერ დაწერილი, იქაც არ მოხდეს გარკვეული გადახრა პროექტირებაშიც და შემდგომ მშენებლობაში. ჩვენ გავყვებით მშენებლობამდე. რაც შეეხება თქვენ კითხვას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წყალი ჩამოდის, რა თქმა უნდა, ესეც გარკვეული პრობლემაა. წყალი შეიძლება ჩამოვიდეს, ამას კი არ პრობლემაა, ეგ არის გარკვეული პრობლემა იმის გამო. კარიკატურული ხასიათი არ უნდა მიიღოს, ხო, არ უნდა მიიღოს, ამიტომ ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს თხოვეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს კიდე დამატებითი ენერგია, დამატებითი რესურსია ადამიანური, ჩვენ მშენებლობის პროცესშიც ვიქნებით ჩართული, რათა იმისთვის რომ მშენებელმა აღარ დაუშვას იქ რაღაცა გარკვეული შეცდომა, იმიტომ საბოლოო ჯამში ეს პროდუქტი უნდა მივიღოთ ჩვენ. ამ პროდუქტი უნდა ისარგებლოთ ჩვენმა შვილებმა. და თითოეული ადამიანის გადახდილი ფულით არის ეს ინფრასტრუქტურა აშენებული და უბრალოდ საწოდაობა, როდესაც ფული გადახდილი და ვერ მიიღე ისეთი, როგორცაც ფიქრობთ. ამიტომ სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი ფუნქცია გარდა იმისა, რომ მაღალი მიღწევების სპორტს მიხედოს და ყოველთვის ჩემპიონი ვყავდეს, გარდა იმისა, რომ კულტურა გაზარდოს საზოგადოებაში, რომ შენი ჩართულობით, შენ ჯანმრთელობაც იმაშვები, არის ის, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიცშიც სახელმწიფო იხდის ფულს, რომელშიც ყველაფერს იყოს ისეთი გამართული და ისეთივე საერთაშორისო, რომელიც ჩვენ გვინდა. ამაში 24 საათი ბატონ ირაკლის მინდა აქვე მადლობა გადაუხადო, არაფერს არ აკლებს იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობა მიიღოს ზუსტად ის, რაც სჭირდება. ერთი შეკითხვა მაქვს ხელბურთთან დაკავშირებით, ანუ რა თქმა უნდა ლევანისგან უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს. ანუ რეგიონებში, დარბაზებში მითითებულია დანიშნულება კალათბურთი და ხელბურთი. და აი ხელბურთს პრობლემა ექნება, რომ შევიდეს ცოტა სტანდარტები არ არისო და რაღაცები. თქვენ ალბათ რა ვიცი, ყველას გვინახავს დარბაზი, სადაც უამრავი სპორტის სახეობაა დახაზული. არა, ხო ზოგი დარბაზიო, მაგით სარგებლობს და პრობლემას მიქმნის, ანუ ჩაიწეროს ანუ ზომა არის ისეთი, რომ ყველა სახეობა. არა, ზომაზე არ ვიზარდ ბატონო ირაკი. იქ არის, რომ ზოგიერთი რეგიონში დარბაზის ხელმძღვანელობა გვაჩვენებსო ფურცელს, რომ აქ ხელბურთი არ წერია და არის პრობლემა შემდეგ ხელბურთის. რომ თავრობის გადაწყვეტილება არის, რომ რა ობიექტებიც აშენდება, ყველაფერი იქნება ჩვენი ორგანიზაციის სპორტშენ სერვისის ქვეშ. ასე რომ იქ რა იქნება, რა დაიხაზება, რა სახეობა იქნება, ხა თუ მესტიაში დაუშვათ არ არის განვითარებული ხელბურთი, ხო ზალით ვერ ათამაშებდა, ხო ან კალათბურთი. მე აქვე მინდა ჩემი წინა მოღვაწეობის პერიოდის ერთი ეტაპი ავსახო და ვთქვა, იყო გარკვეული პრობლემები, რასაც თქვენ ამბობთ, მაგალითად რუსთავი, რომელიც დღეს გობით ერთ-ერთი ულამაზესი სპორტის დარბაზით არის წარმოდგენილი, როდესაც პროექტირება აკეთდებოდა, მაშინაც იყო ესეთი რაღაც ინფრასტრუქტურა გეგმას გაწერდა, დავალებას მისცემდა უბრალოდ სპორტის სასახლე მინდა, ისე რომ სპორტის სამინისტრო ამ შემთხვევაში არ იყო ჩართული და მანდაც მეტყველებდა რომ რატო უნდა იყოს სპორტის სამინისტრო ცალკე. არავინ ხო, ანუ ეს დიდი გაერთიანებული სამინისტრო როცა იყო, ძირითადად განათლება, კულტურა ყოველთვის ყლაპავდა. თუ არა ჩვენი შედეგები რეალურად სპორტის სამინისტრო ისე იყო რა, ანუ მესამე რიგში იყო. და არც კი გვეკითხებოდნენ თუ რა იყო სტანდარტი. და უბრალოდ იძახდნენ, რომ აი რუსთავში მინდა სპორტის სასახლე და მე ადგილობრივი თვითმმართველი და არქიტექტორი თვითონ აწყვიტავდნენ თუ როგორ უნდა ყოფილიყო და შემთხვევით კარატეს ფედერაციას ამოადგენდა არქიტექტორი, რომელიც მოვიდა ჩემთან შეხვედრაზე და თქვა, რომ მისმა კომპანიამ მოიგო ტენდერი, დაკვეთა აქ რომ იყოს კალათბურთი და თხოვეთ რომ გაგვაცანით. აი შინაურულად, მეგობრულად თხოვეთ. და მე და ირაკლი დოლაბერიძე მაშინ იყო სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მივედით და ვნახეთ, რომ დაკვეთა მუნიციპალიტეტიდან იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ კალათბურთის სტანდარტი გქონოდათ. და კალათბურთის სტანდარტი სათამაშო მოედანში არის ყველაზე მცირე, ანუ მასში ვერცერთი სხვა სათამაშო სპორტის სახეობა ვერ თამაშობს, განსხვავებით ხელბურთის სტანდარტის, იმიტომ ხელბურთის სტანდარტია იმ ხელა, რომელშიც ყველა სათამაშო სპორტის სახეობა, ყველა სათამაშო სპორტის სახეობა იყო და მაშინ გავთქვით, რომ მივწერე წერილი, გაუჩერე და თქვი, რომ
მე რო ხვალ დამჭირდეს რუსთავში გარკვეული სხვა სპორტის სახეობებისთვის გარკვეული როგორც ჩიდა ასევე საერთაშორისო ტურნირის ჩატარება მე სასახლე არ მომცეს ამის საშუალებას ტყვილა გადაყრილიფულია რამოდენიმე თვე გავაჩერეთ ჯობდა მაგრამ სტანდარტი გავზარდეთ იმისა რომ დღეს მაგალითად რუსთავში შეუძლია ნებისმიერი სპორტის სახეობა მიიღოს ამიტომ ვიძახი ამიტომ იყო უპრიანი რომ სპორტის სამინისტრო შექმნილიყო რათა კურატორობა გაეწედა ზედამხედველობა გაეწია მათ შორის ქვეყნის შინით ინფრასტრუქტურის განვითარებას იმიტომ იყო აუცილებელი რომ სპორტის მინისტრი უნდა იყოს სპორტის წარმომადგენელი რათა თვითონ იცოდეს ეს რომ აუცილებელია საერთაშორისო ტურნირის ჩატარება რა სპორტის სახეობაში რის განვითარებას მოგცემს როგორია სპორტული ტურიზმი როგორია დინამიკა განვითარების სპორტისა როგორ უნდა მოახდინოს მისი პოპულარიზაცია როდესაც სამინისტრო გაქვს ამით უფრო მარტივად შეგიძლია მიიტანო მოსახლეობამდე ვიდრე როდესაც ხარ რომელიღაცა სამინისტროში მესამე რიგში და ხო და მოადგილე მაინც არის მოადგილე ახლა მეც ნამუშევარი მაქვს მოადგილეთ მაგრამ მოადგილე სხვა ერთი ახალი ამბავი და გითხრათ რომელიც მე და ბატონო შალო ვიცით მე და არავინ ზუსტად ერთი კვირის წინ ჩატარდა წყლის თხილამურების ესე ვიტყვი ფედერაციის სტომა სადაც ორი კანდიდატი იყო ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ეს იყო მონაკო და მეორე იყო ფოთი და მოიგო ფოთმა. ხო, ფოთი ადრე ჩატარდა. მე მახსოვს და ჩატარებული ეს მომოვალ წელს ივლისის თვეში ჩატარდება და იმ 91 წელს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი და 35 წლის შემდეგ ჩატარდება ფოთში ისევ ევროპის ჩემპიონატი. დაახლოებით კი მართაყვაში დაახლოებით. და ეხა არის იქ ინფრასტრუქტურა. ეხლა არის ინფრასტრუქტურა ჩვენ წელს ქონდა წინასწარი ესე თქვა ჩემპიონატივით, პატარა ევროპის ჩემპიონატივით ჩავატარეთ, ვიყავით ნახეთ ყველაფერი, რა თქმა უნდა ხელი შესავლებია, რა თქმა უნდა იქ ადგილობრივმა მმართველობამ ნაპირ სამაგრის სამუშაოები, რაღაც ისეთი ძალიან დიდი სამუშაოები არა, ჩვენ სპორტულ მხარეს მივხედავთ, ადგილობრივი მმართველობა იმას, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, უარი უთხრეს მონაკოს, რომელიც იბრძოდა და პრინცის წარმომადგენელი იყო ჩასული, ჩვენგან იყო მხოლოდ ფედერაცია ჩასული და იმის შემდეგ რაც ჩატარდა ჩვენთან ესეთი ღონისძიება წელს ზაფხულში იმის მერე ფედერაციამ გადაწყვიტა და აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს რომ წყალი არის სხვანაირი სიბილის ბუნებრივი ესე ვთქვათ მდგომარეობა ტემპერატურა აძლევს იმის საშუალებას რომ ერთი კვირის წინ დაამთავრეს იქ სრიალი ჩვენმა სპორტსმენებმა იწყება სადღაც თებერვლის ბოლოს და მთავრდება წარმოიდგინეთ ნოემბრის ბოლოს. აი ესეთი ბუნებრივი კლიმატური პირობებია და ეს მოეწონათ მათ და რო გითხრათ რამდენი ევროპის ჩემპიონატი ტარდება მომავალ წელს, შეიძლება გაგიკვირდეთ 32, 31. ჩვენთან. სოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატი? სოფლიო ევროპა. დიახ. ფანტასტიკური. 31. ხო, ერთ შეკითხვა. ორი გეტყვით ყველაზე ესეთი ძიუდოს ევროპა ტარდება ჩვენთან და თავდება თუ არა ეგრევე ბათუმში იწყება ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი. აი ეს ორი მაგალითად ესე რაგბის სოფლიო ჩემპიონატი. რაგბის სოფლიო ჩემპიონატი კი ბატონო. და მე ხა ვეღარ ჩლანდელით. ხო, MMA-ის სოფლიო ჩემპიონატი. რა მინდა იცი? ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი 200 საკში. კარატეს ევროპის ჩემპიონატი. აი 60-ივეს თუ რამდენია. გავყვეთ ახლა. არა, რა მინდა იცი? ეხლა ჩვენ ერთად თამაშობდით მაშინ რა ვქნა ლიკანში ჰოკეის იმაში იმისი აუზის ტერიტორიაზე და ძალიან გახარებული ვარ და შარშან დავესწარი და აბსოლუტურად ჩემი ბავშვობის ოცნება იყო რომ აქ ყოფილიყო იმის რა ქვია ჰოკეის მოედანი ერთი ის მაგოგონთ რა ცოტაა ეს ადგილი არ შეიძლება რომ აი თქვა როცა შენდება ეს რაღაცა ტრიბუნას აი ჩატარებაზე რო ამბობ თქვა ხო ეგეც იმის ბრალია როდესაც სპორტის სამინისტრო არ არსებობდა სპორტის სამინისტრო ვერ დაიჭირა პოზიცია ფეხები იქით თელი იმის მანძილზე რა ქვია რა აი ზუსტად რომ არავინ ჩართული არ იყო მაგაში ეს აშენდა ხო და მაგას ვამბობ ახლა ხო იმიტომ რომ წარმოვიდოდე ხა ადამიანს რა შეიძლება ცოტა ადგილი ქონოდა იმაზე ხა ისი გახსნა დაემთხვა სპორტის სამინისტროს შექმნას ასე რომ ჩვენთან ეგ შეკითხვა არა მე ამ შემთხვევაში ვამბობ ხო არა უყურე ყველაზე მთავარი პრობლემა ბათუმში არის მაგალითად 1500-იანი მაყურებლიანი
ხო. აქეთ არის 700-იანი 500-იანი. ხო, 1000-მდეა დაახლოებით. ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში აშკარად მეტი იყო მოთხოვნა და რატო ვიცი ხა იგივე იმის რა ქვია სპორტული ჟურნალისტთა ასოციაციის წლის დაჯილდოებები რო იყო მე მერგო ის რა ქვია ჰოკეისტებთან ერთად ნაკრებთან ერთად იმაში არაბეთში მოგზაურობის ისა რა ქვია ხო რაღაცა ახალ ზელანდიაში. ახალ ზელანდიაში არა მე არაბეთში მივდივარ და რაღაცა შარჯაში რაღაცა მაგრამ რას ვამბობ ანუ იქ თუ ატარებენ ამას ხო ხა ისიც არ არის ხა მთლად იმითი ყინულით გამორჩეული ქვეყანა ხო აყურეთ რა მინდა გითხრათ ჩვენ შაშანდელის შედეგებით ჰოკეის შაშანდელის შედეგებით ჩვენ ზედა ჯგუფში გადავინაცვლეთ ვიცი ამიტომ ეხლა ჩვენგან უფრო მეტი ყურადღება იქნება უფრო მეტი ესე ვთქვათ მოთხოვნა იქნება იმისი რომ ეს შედეგი არ ჩამოვიდეს ქვემოთ არამედ წავიდეს ზემოთ გეთანხმებით დარბაზი არის თვითონ ძალიან პროფესიონალური დარბაზია. კარგი დარბაზია ძალიან პროფესიონალური. მაყურებლის მხრივ არის ის სტანდარტია თვითონ ახლა მე გლობენში ვიყავი იმის მერე რამდენიმე თვეში ჩავედი შვედეთში მსოფლიო ჩემპიონატზე და აბსოლუტურად იგივე სტანდარტების დარბაზია ხო პანგასომა ანუ ძალიან კარგია ამ მხრივ მაგრამ ხო შეიძლება რაღაცა ყველა რა მინდოდა კიდე მეკითხა იცით აი თქვენ ამბობთ რომ თქვენ ხართ შუამავალი თქვათ ფედერაციებსა და ხელისუფლებას შორის, ხო? და თქვენ გამოდის ეს დაფინანსება. ვერაფრით ვერ გავიგე, ვინ არის პასუხისმგებელი ხოლმე ბევრ შემთხვევაში შედეგებზე. აი რას ნახე რას გულისხმობ, ანუ თქვათ რაღაცა და ჩემზე არ არის ლაპარაკი, მე ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ როგორც ჟურნალისტი, ვლაპარაკობ როგორც დაუშვათ რიგითი გულშემატკივარი, ხო? ხშირია ხოლმე ფედერაციებიდან, მიხვალ რაღაცაზე იკითხავ, რომ იცი რა, თუ რაღაცა მოიგეს, არის მათი დამსახურება, თუ წააგეს, მაშინ ვერ პოულობ ვისი ბრალია და ესეც რაღაცნაირად მე ისიც მესმის, რომ ამავდროულად რამდენიმე არსებობს საერთაშორისო ფედერაცია, მათ შორის FIFA, რომელიც გეუბნება, რომ თუ შენ სახელმწიფო ან თქვათ სამინისტრო ამ შემთხვევაში ჩაერევა რაღაცა იმაში, რაღაცა სახით მაინც იმას შეუძლია საერთოდ გამოგაგდოს იმიდან, რა ქვია, შეგიწყვიტოს ისა წევრობა, ხო, ან შეგიჩეროს წევრობა, ჩილეს გაუკეთეს ესე და თქვენ აბერძენზე იყო ლაპარაკი და ბრაზილიაზეც კი იმის თამის გამო. აი, ეს რანაირად უნდა დარეგულირდეს და თქვენ თხოვთ პასუხს, თქვათ რაღაცაზე ფედერაციას თუ როგორ არის? ძალიან საინტერესო და კარგი კითხვაა. ნუ მოდი პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ ყველაფერზე, რომ სპორტი არის მოგება და სპორტი არის წაგებაც. ხო, ბუნებრივია. არის გარკვეული პერიოდები, როდესაც ქვეყანა სულ დგას ოქროს ხანა, არის თაობა ისეთი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იგებს, მაგრამ სპორტი არ არის მუდმივად, ანუ 70 წლამდე და 50 წლამდე და 40 წლამდე ის სპორტსმენი რაც არ უნდა არსებობდეს. ხა ძალიან დიდი სურვილი მაქვს მეც, რომ ლაშა ტალახაძეს იასპარეზა მე-4-ეთ ოლიმპიადაზე და მოეგო, მაგრამ მაღალი მიღწევები სპორტი და პროფესიული სპორტი არის ტრავმებთან ახლოს არსებული თემა და შესაბამისად შემადგენელია და შესაბამისად ადამიანს მუდმივად ეხა ვერ მოსთხოვ რომ მუდმივად შედეგი გქონდეთ და ნუ მithmet ლაშასნაირი გენოსნაირი სპორტსმენები საუკუნეში ერთხელ იბადებიან და სპორტსთან ახლავს თაობათა ცვლა ან ვიღაცა მიდის ვიღაცა მოდის ამ თაობათა ცვლას შორის არსებობს გარკვეული ჩავარდნებიც მაგრამ არსებობს არასწორი მენეჯმენტით განხორციელებული ჩავარდნები. ამიტომ აი კიდევ იქით მივდივართ, რომ რატო იყო მნიშვნელოვანი სპორტის სამინისტრო შექმნა, რათა სპორტის სამინისტროს ემართა ზუსტად იმ ხალხს, რომლებმაც სპორტი კარგად იციან, რომ შეფასებით ნაწილში არ დაიწყოს ფედერაციის, თქვა, დაფინანსების შეჩერება და სხვადასხვა ქმედებების განხორციელება. თუ ეს განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ თაობათა ცვლის გამო, საერთაშორისო ფედერაციის გამო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ამის ანალიზი, მოკლედ, ჩვენ მომავალ წელს ეს წელი ჩათვალეთ, რომ იყო დაკომპლექტების, ფუნქციონირების, მომავალი გეგმების გათვალისწინების, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისტორიული შედეგი დადეს ჩვენმა სპორტსმენებმა 2025 წელსაც, მაგასაც მომავალში ვისაუბრებთ, ბატონო? 1500-ზე მეტი საერთაშორისო მედალია მოპოვებული და როგორ ფიქრობთ ამის განხორციელებას? ჩვენ მომავალ წელს დავგეგმავთ ასეთ ქმედებას, რომ თითოეული ფედერაცია, რომელიც დაფინანსებული იქნება სპორტის სამინისტროს მიერ და დაფინანსება თითოეულ ფედერაციას აქვს საკმაოდ კარგი იმისთვის, რომ როგორც შეკრება, ასევე სხვადასხვა ტურნირები და მათ შორის ევროპა და მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზონ, იქნება შეჯიბრი და ანგარიში ჩაბარება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შედეგი, რომელიც ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო სახელმწიფოსთან ერთად ყველანაირი უზრუნველყოფა
გაუკეთა ნაკრებ გუნდს იმისთვის, რომ მაგენი მომზადებული იყვნენ მაღალ დონეზე და ქონოდათ საშუალება შეკრებების, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის და სოფლიოზე გასვლის, მაგრამ აღმოჩნდება, რომ არ იყო გუნდი საკმარისად კარგად მომზადებული ამა თუ იმ შეჯიბრებისთვის, ჩვენ აუცილებლად დავსვათ პირველ რიგში ფედერაციის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხს, ვინაიდან ფედერაცია არის ვალდებული დააკომპლექტოს ნაკრები გუნდის ცნელთა შტაბები, ისე რომ მინიმუმ გუნდი იყოს მაღალ სპორტულ ფორმაში, რო ვთქვათ. თუ ჩვენ ჩავთვალეთ, ეს არის უბრალოდ ახალგაზრდები, მივეცით გამოცდილება, გუნდმა კარგად იბრძოლა, სპორტია, წავაგეთ, ჩვეულებრივი ამბავია, ეს პირიქით უნდა, ესე იგი, კიდე გვაძლევს იმ საშუალებას, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, უფრო მეტი საშუალება უნდა მივცეთ ახალგაზრდა თაობას, რომელიც ამა თუ იმ საერთაშორისო ტურნირზე, თუ სოფლიოზე, თუ ევროპაზე თავის კვალიფიკაციას აიმაღლებს, მაგრამ თუ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მაღალი კვალიფიკაციის არ და იქ იყო უბრალოდ დაშვებული როგორც მენეჯმენტური, ასევე მსვლელობის ნაწილი და შეცდომა აუცილებლად პასუხისმგებლობა ფედერაციის პრეზიდენტმაც უნდა გაიზიაროს და უნდა გაიზიაროს ნაკრების მთავარმაცნელმაც და გაზიარება როგორ იქნება ნაკრების მთავარი ცნობის გადაყენება ახალის მოყვანა თუ ფედერაციის პრეზიდენტის არასაკმარისი მენეჯმენტური თვისებები იმისთვის რომ თუ შენ ესა თუ ის ნაკრების ცნელი გთხოვდა რომ უზრუნველყოფა გამიკეთეს საერთაშორისო ტურნირის იმ შეჯიბრის ამ შეჯიბრის და ნაკრების ფედერაციის პრეზიდენტი თავს არიდებს ამ პასუხისმგებლობისა მიუხედავად იმისა რომ მას აქვს სახელმწიფოსგან საკმარისი დაფინანსება იმისა რომ გაიკეთებინეს ყველაფერი ამ შემთხვევაში ფედერაციის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის ნაწილსაც დავაყენებთ აუცილებლად რათა შეიცვალოს და მოვიდეს ისეთი მენეჯერი რომელიც ამ სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხას სწორად დაამენეჯმენტებს და სწორად მიიტანს ნაკრებამდე ორივესთან მექნება ესეთი კითხვა აი თქვით აგერ 1600 медали ხო ჯერსეთი ეს ამ შემთხვევაში კითხვა არ არის ალბათ აჯობებსო ცოტა უფრო ჩვენ თუ არ ვიცით ამის შესახებ რომ 1500 медали გაქვთ და 1600 აღებული ჩვეულებრივ მაყურებელმა მით უმეტეს არ იცის და ალბათ კარგი იქნება თუ სამინისტრო ამისთვისაც ამაზე სერიოზულად იმუშავებს რომ მიიტანოთ ეს ინფორმაცია მანდე რა ქვია გულშემატკივრამდე ხო გასაგებია რომ შეიძლება მე რაღაც სპორტის სახეობა მაინტერესებდეს და ვიცოდე მისი თქვა ნიუანსები მაგრამ ასეთი მასიური წარმატება ახლა იგივე ისიც რაც თქვით ახლა რომ 30 ეს ევროპის ჩემპიონატი გახდება მანდე 30-მდე თქვა ქვეყანაში ხო ესეც ალბათ რაღაცნაირად უფრო გასაპირებელია და უნდა გაიგოს ხო ადამიანმა რა ხდება და როგორ კითხვა კიდე არის ასეთი თქვა თუ არის ისეთი სპორტის სახეობები რომლებმაც ნახა ბუნებრივია თქვენ აღნიშნეთ რომ რაღაც არის გამარჯვება სადღაც არის მარცხი ყველაფერს ვერ მოიგებთ ეს ყველა ჩვენთანაც ნაკარგად ესმის მათ შორის მაყურებელსაც მაგრამ იყო თუ არა ის რომელიმე თქვენის აზრით იყო თუ არა რომელიმე და მაშინ რომელია ეს სპორტის სახეობები სადაც არ ელოდებოდით მოულოდნელი იყო დაუშვათ გადააჭარბა მოლოდინის წარმატებამ ან პირიქით სადაც ელოდით დაუშვათ წარმატებას და ვერ მივიღეთ ის შედეგი რომელიც დაუშვათ იგეგმებოდა აი თქვენი აზრით რა არის ახლა წელს ვაჯამებთ ეს აქ არ არის ლაპარაკი იმაზე რომ წავედით ახლა და მე დავახშოთ ეს რა ქვია ამ ფედერაციის ხელმძღვანელები მაგრამ თქვათ აი სად ხედავთ პრობლემას და სად პირიქით თქვათ სად არის პროგრესი რომელიც შეიძლება არც იყო ნავარაუდები იცით რა არის ქართული სპორტი ბოლო 10 წელს უპროგრესირებს მე მინდა ამ გავიხსენო რომ 2007-დან 2014 წლამდე არც ერთი სოფლიო ჩემპიონი არ ყავდა საქართველოს ოლიმპიურ სპორტის სახეობებში 2014-ში მე გახდა ჭრიკიშვილი, მე ხინჩი გადა, მე წამოვედი და უკვე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში 6-8 ყავდა ხოლმე ყოველწლიურად. წლევანდელი წელი მართლაც უპრეცედენტო იყო წინა წლებთან შედარებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 1600 მედალზე მეტი მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა, როგორც ოლიმპიურ, ასევე არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში, ყველა ასაკში, მათ შორის 550-ზე მეტი ოქრო იყო. ამას მე ვიძახი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობას და A-კლასის საერთაშორისო ტურნირებს. და რა თქმა უნდა, უპრეცედენტოა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ 550-ზე მეტი ჯერ
აღჟღერდა ქართული ჰიმნი, ყველაზე მაღლა იწია ქართული დროშა. Ну ეს არის მინიმუმ 500 სხვადასხვა ქვეყანაში, 500 სხვადასხვა შეჯიბრზე, ხო, რეალურად თუ ავიღოთ და უპრეცედენტო ეს ყველაფერი და თუ არ ჩავთვლით მე კიდევ ვერცხლს და ბრინჯაოებს. რა თქმა უნდა, პიარის ნაწილი ჩვენ შეძლებს დაგვარად, რაც შესაძლებელია ეს არის Facebook-ის მეშვეობით თუ სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, ტელევიზიით ვაკეთებთ ამ ყველაფერს, მაგრამ თვლით რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მარტო სპორტის სამინისტროს პიარი ამას არ ეყოფა, ამიტომ ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომ ამაში მძლავრად შემოვიყვანოთ თითოეული ფედერაცია, ანუ არსებობდეს ფედერაცია, რომელიც თავის სპორტულ შედეგს ცალკე მოახდენს, მის გატანას და საზოგადოებამდე მიტანას, მეორე მძლავრი მკუთხე და ყველა სპორტის სახეობის იქნება სპორტის სამინისტრო, ყველა გამომცემლებთან ტელევიზიები და ასე შემდეგ და ამის მეშვეობით გვინდა რომ საზოგადოებამდე თითოეული სპორტსმენის დაწყებული სასკოლო ასაკიდან დამთავრებული ეროვნული ნაკრების ერებამდე მივიტანოთ რათა ცნობადობა ეს მაღალი მიღწევების სპორტი გარდა იმისა რომ შენ ქვეყნის დიდება გაქვს ხო ახალგაზრდათაობასაც უჩენს სურვილს რომ სპორტში შემოვიდეს ანუ ერთ-ერთი წამახალისებელი შენი ჩემპიონები არიან. თავარი ალბათ ეს არის ხო აი მასობრივობა რომელიც თქვენ ახსენეთ რომ ჩემპიონი გარკვეულწილად აქტიურებს ახალგაზრდათაობას ეხლა დღესდღეობით კვარაცხელიას და ჩვენი ფეხბურთელების წარმატების ფონზე სტადიონზე ადგილები აღარ არის და ყველა სტადიონი სადაც კი იხსნება ივსება ეს ბავშვებით და შესაბამისად გვინდა რომ ეს პიარი მოახდინოთ რაც შეიძლება მეტად გავიტანოთ რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩავთოთ რათა მასობრიობა იყოს და ამ პიარის კუთხით ასე ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ და მეორე კითხვა იყო თქვენი თუ გამოყოფთ რომელიმე ფედერაციას ვთქვათ ან ერთი ან მეორე რაც შეეხება შედეგების მიხედვით ჩვენთვის მართლა უპრეცედენტო იყო ჩვენი ძიუდოისტების გამოსვლა რომლებმაც ბოლო 8 წლის განმავლობაში იაპონიის გამარჯვებები გუნდურ შეჯიბრებებში ძიუდოში სოფლიოზე თქვენ ნახეთ ჩვენ მქონდა კი გვექნება კიდე 4 წელი კი როგორი წარმატებით იასპარეზეს როგორც ევროპის ჩემპიონატზე ასე მათ შორის წარმატებული ასპარეზობა ჰქონდათ და გულდასაწყვეტი წაგება ჰქონდათ ფინეთის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ კალათბურთელებს დანარჩენ სპორტის სახეობებში რა თქმა უნდა ყველა ფედერაციას ჰქონდა უდიდესი წარმატება და მე თქვენი ეთერითაც მინდა გამოვხატო მათ მიმართ მადლიერება და მადლობა გადაუხატო წარმატებული ასპარეზობისთვის რა თქმა უნდა როგორც ეგან ვახსენეთ არის გარკვეული თაობათა ცვლა ახლა პირობითად გენო პეტრიაშვილსა გამოგეცლება ცოტა რთულია გენო 2 ყავდეს არა ვარ ჩვენ დიდი ქვეყანა რა 3 მილიონი ნახევრიანი ქვეყანა ვართ ბევრი სპორტის სფეროები ვითარდება გადანაწილება ბევრგან ხდება და შესაბამისად ისეთი გზელის კამი თქვა არა გვაქვს გენო წავიდა გენო შემოვიდეს მაგრამ გენოს მამუდის კარგი რომელიც დარწმუნებულა 2 წელიწადში უკვე დაიწყებს დიდებების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ იქ ჩვეულებრივი ამბავი იყო რომ წლევანდელ წელს თავისუფალ ჭიდაობაში არ ყავდა მსოფლიო ჩემპიონი მაგრამ ყავდა კლასიკებში ლოლუა რომელიც მაგან ის დააბალანსა თორე თავისუფალზე მეც მაგალითად ლოლუა რომელიც ჩვენ მქონდა ეგრე ჩვენ გვაქვს კი ამიტომ მივყვებით თანმიმდევრულად არც ეს სპორტის სახეობას არ აქვს ჩავარდნა ისეთი რომ თუ აიმე ჩავარდით მე თქვენ გახსოვთ ჩართულები იყავით თქვენც როდესაც ხელბურთელები თამაშობდნენ ევროპის შესარჩევს იქ ხშირად გამოვდიოდი და ვამბობდი რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იყო შემთხვევითობა და შემთხვევითობა რო არ არის ჩვენი ხელბურთელები დაამტკიცებენ კიდევ ერთხელ რომ ისევე დამსახურებულად გავლენ მეორეთ მეთქი და ბიჭებმა და მადლობა მინდა აქედან ბიჭებს იმის დამსახურებულად ნახევარი გუნდი ტრამვირებული გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და თქვენ გახსოვთ თბილისში გამართული მატჩი ბერძნებთან თუ როგორ წარმართეს მსაჯებმა იქ ყველაფერი გუნდის კაპიტანი გავიგდეს მეორე დაიმტრა და მიუხედავად იმისა რომ მეორე ტაიმს ვაგებდი დასაწყისში 3 გუნდით ამ ხელბურთით ამდენი სხვაობით მოვიგეთ ამიტომ მე ვერ ვიტყვი რომ რომელიმე სპორტის სახეობაში ქონდა ისეთი ჩავარდნა რომელიც მიმართაც გვექნება გარკვეული პრეტენზია გარკვეული კითხვები და ასე შემდეგ არა ყველა თანმიმდევრულია ჯაჭვი არის სპორტის სამინისტრო ამას უნდა დაეხმაროს რომ გააძლიეროს ეს ყველაფერი ჩვენ რაც ბატონმა ირაკლი მახსენა რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში თუ შევძლებთ ამას პრემიერის მხარდაჭერით პირველ რიგში რომ მთელ საქართველოში თუ მოვახდინეთ იმ 2 მილიარდი ლარის ინვესტირება და ყველგან ისეთი მულტიფუნქციური კომპლექსების შენებლობა რომელიც წეგან ჩვენ აღვახსენეთ ეს მოგცემს დამატებით შესაძლებლობას რომ მასობრიობა გავზარდოთ მეტი ბავშვი იყოს ჩართული რათა მეტი საშუალება იყოს იმისა რომ უკვე ნაკრებებმა იქიდან
ბევრი საუკეთესო აიჩიონ და ეროვნული ნაკრებები დააკომპლექტონ და ეს ერთიანობაში მოგცემს იმას, რომ საქართველოში შეიძლება მომავალ წლებში 1600 медали მოვიპოვეთ და 550-ზე მეტი ოქრო იყოს სასაცილო იმ კუთხით, რომ შეიძლება გქონდეს 3-4000 მაღალი მიღწევების და დიდი გამარჯვებებით სავსე ქვეყანა. შეკითხვა მაქვს აი მაგას. ეს დავამატებდი რა ჩვენ ბატონო მინისტრმა თქვა, რომ ფედერაციებს დავეხმარებით. ჩვენ გვაქვს ნოვაცია ახალი ესე ვთქვათ სპორტული ფსიქოლოგია. და ამ კუთხით წინასწარ არ გვინდა ახლა საუბარი, მაგრამ შედეგები რომელიც წელს იყო გარკვეულწილად სპორტული ფსიქოლოგიის და სპორტული ფსიქოლოგიის დამსახურება არის. ამას მომავალ წელს ჩვენ უფრო ესე ვთქვათ რომ აი რუსული სიტყვა დავანავაროთ. მე მოგიყვებით ყველაფერს როგორ იყო რანაირად იყო. ბატონო კუჩური უფრო სპორტს უხდება. სპორტს უხდება ხო და ამას მომავალ წელს რო იქნება ესეთი შეხვედრა ჩვენ მოგახსენებთ რა შედეგები მოხდა. აუცილებლად ეხლა გიბევებთ ეხლა რომ შემდეგი წელს აუცილებლად ლევანდელი შემილია გითხრათ, მაგრამ გარკვეული ამისათვის საჭიროა სპორტსმენის თანხმობა და ამიტომ მოკლედ ყველა დიდი მიღწევები ნამუშევარი იყო სპორტული ფსიქოლოგიის მიერ. აუცილებელი ხა თანამედროვე. მათ შორის შემიძლია გითხრათ რომ ხელბურთზეც. იმიტომ რომ წარმოუდგენელია ხელბურთში სამბურთს აგებდე დაუშვათ აი როგორც ფეხბურთში კვარაცხელიას არ წაუვიდეს თამაში, კაშია გაგიგდონ, ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღოს. არა, ის თამაში იყო იმიტომ რომ ინფარქტი გამოვიდა. გამოვიდეს 19 წლის ბიჭი და თამაში მოიგოს. ეს მინდა გითხრათ, გარწმუნებთ რომ გარდა იმისა, რომ ჟინი იყო სპორტული, ფსიქოლოგიის ნამუშევარი იყო და კიდე რამოდენიმე სახეობა, სადაც დიდი ოქროს მედლები გვაქვს, სახეობაში, ესე ვთქვა. ის რა ქვია, რახანს სათამაშო სახეობები ვახსენეთ, ხო? აი რამე ამ სათამაშო სახეობების მიმართ ცალკე სტრატეგია ხო არ ფიქრ რას ვამბობ, იცი? აი თქვა ოლიმპიადებზე როცა გადის ინდივიდუალური მოჭიდავე ჯუდოისტი, თქვათ ზალოსანი, მიჩვეული ვართ ამას. ძალიან ჩემის აზრით ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნება თუ რომელიღაცა გუნდური სახეობა მოხდება, რასაც ძალიან ახლო იყო ორჯერ საქართველოს იცი რა, საქართველოს ფეხბურთის ნაკრები, ხო? შარშან. ხო. შარშან ქონდა საქართველოს ფეხბურთს და ფეხბურთს და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ რთული არის სათამაშო სახეობებში მოხვედრა. არა, ბუნებრივია, ამიტომაც არავინ არ აყენებს ამას აპრიორიას. მით უმეტეს კალათბურთში, ხელბურთში და ასე, მაგრამ ერთი პერიოდი გახსოვთ თქვენ კენჭს რო ვიყრიდი ოლიმპიურ კომიტეტის იმაზე, დავდიოდი ამ ფედერაციებში და აღმოაჩინეს ესეთი რამე, რომ ყველაზე ადვილად შეგვიძლია მოხვდეთ წყალბურთით და ყველაზე ადვილად შეგვიძლია მოხვდეთ შვიდკაცა რაგბით. აი მინდოდა მე თქვა ამას არის. ამათ ყველაზე ადვილად აღთ, ხვდებით იქ მოხვედრის გასავლელი გზა. თუ კი დაუშვათ ხელბურთში პირველად ხელში უნდა იყო ევროპაში, კალათბურთში რაღაცა პირველად ხელში თუ რაღაცა საკმაოდ რთულია რა. ფეხბურთშიც ახლა ხო არადა ძალიან ახლოს იყავთ ისრაელთან. მეც ორი სიტყვით შემოვა ამ კუთხით რა. როდესაც მეც მოღვაწეობა დავიწყე სპორტის სამინისტროში, მაშინაც და დღესაც არის ოცნება იმისა, რომ ერთხელ რომელიმე სათამაშო სპორტის სახეობა მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებზე და მაშინ მხოლოდ 2013-ში გავედით პირველად ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში, გახსოვთ თურქეთში მოხდა და ბევრ სპორტის სახეობაზე იყო, რომ ამ სპორტის სახეობებს შანსი არ აქვს ძირითად ბადეში ევროპაზე, ამ სოფლიოზე ითამაშონ და არღის სპორტის სახეობებში, სათამაშო სპორტის სახეობებში გარკვეული ინვესტირება, ისე ჯობია ჩვენ ვართ ინდივიდუალური ადამიანები, რომლებიც თამაშობენ ასე შემდეგ და სრულიად განსხვავებული რამ მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ერთდროულად ყველა სპორტის სახეობა, სათამაშო სპორტის სახეობებმა ევროპის ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა და მსოფლიოზე. მაგალითად, შეხლა ჩვენ იანვრის თვეში გვიწევს გადანაწილება სამინისტროს, იმიტომ რომ ერთდროულად უწევს ხელბურთელებს, ფუტზალის ნაკრებს და წყალბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშია. იანვარში არასდროს ეგეთი რამე არ მოხდა.
წინა წელს თუ გადავხედავთ, ხო, ვინმე წარმოიდგენდა, რომ კალათბურთი სოფლიოზე ითამაშებდა, ან წყალბურთი სოფლიოზე ითამაშებდა, იმ პერიოდს თუ გადავხედავთ, ხელბურთი საერთოდ შორს იყო ევროპის ძირითად ბადეში უკვე და გუნდი მეორედ თამაშობს. ამიტომ და ბატონო მერაკლიმ სწორედ თქვა, რომ დღესდღეობით დღევანდელი გადასახედიდან ყველაზე დიდი შანსი, ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე აქვს წყალბურთს და 7 კაცარ აქვს იმისთვის, რომ გავიდენ და სათამაშო სპორტის სახეობაში მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ არც კალათბურთს არ ქონდა ბევრი წლის უკან იმის ნატრაც კი, როდესაც სოფლიოს თუ ითამაშებდნენ, მაგრამ მოხდა ეს ყველაფერი. ამიტომ გეგმა ზომიერად იმ პროექტებით, ამ პროექტებზე ჩვენ ვილაპარაკეთ, ამ პროექტების განვითარებით, მეტი მასობრიობით, კარგი მცნელების არსებობით, კარგი ინფრასტრუქტურის არსებობით, ფედერაციის მძლავრი ფინანსური მხარდაჭერით, დამეწმუნეთ, რომ არც ისე შორს არ ავართ იმის გარო, ჩვენმა სათამაშო სპორტის სახეობებმა მიიღონ ოლიმპიადაზე მონაწილეობა. ძალიან კარგი, მართლა ისმენოთ. თუმცა გავიხსენოთ, რომ ჩვენ ყავდა საპლაჟო ფრენბურთში კი, რა თქმა უნდა, ეხლა ხოიცი, აუცილებლად ამერიკავს, აუცილებლად ამერიკავს, ესა, რა ქვია, ახლედიანი აუცილებლად ამერიკავს თუ სუმეჩხუბება მაგაზე, რო ამბობო, რომ ეს რა ქვია, სათამაშო სახეობაში არ გავსულოთ, აბა მე სადღაც ხო, მაგრამ ბრაზილიელი იყო და ჯერ ვერქვე, ხა მე მაგას ავთვლი, მე მინდა რომ რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შეიძლება იგივე ხა ჩვენ წყალბურთელებსაც მოვახერხეთო, სერბებიც ყავდა რამოდენიმე უცხოელი, რომელსაც საქართველოს ქალაქეობა მივეცით, ნატურალიზაცია მივეცით და შესაბამისად ისინი დაგვეხმარება, მაგრამ ამას უნდა გქონდეს დროებითი ეფექტი. ამა უნდა მოგცეს უბრალოდ ამ ფუძალში გაკეთდა ხო, ფუძალში ხო გახსოვთ, ბრაზილიელები ყავდა ერთხელ ამის გამო დისკვალიფიკაცია მოხდეს, გამოგვიშვეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ქართველებსაც შეძლებია, ხო, თორმე. ამიტომ იმათმა შეიძლება დროებით მოგცენ საშუალება, რომ თქვათ ევროპაზე, სოფლიოზე, მათ შორის შეიძლება პირველად ოლიმპიადაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვეძახი, ამათი წარმატებით მე მასობრიობა იქნება. ამათი წარმატებით სწორად აღს დაიწყება ამ ბავშვების და შესაბამისად ამ ბავშვებს მარტივად შეუძლიათ უკვე ჩაანაცვლოს. მით უმეტეს დღეს აღარ არის პრობლემა იმისა, რასაც თქვათ წინა კომუნისტების პერიოდში აწყდებოდნენ ჩვენი მცნელები იმ კუთხით, რომ არ იცოდნენ რა მეთოდით ავარჯიშებდნენ. დღეს ეს კარები გახსნილია. საერთაშორისო ფედერაციებს აქვთ ყოველდღიურად ახალ-ახალი მეთოდები, რომლებიც ღია, შეგიძლია ისწავლო, გადამზადება მოახდინო, ახალი ვარჯიშების, ახალი მეთოდების, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ სრულიად ახალი მეთოდით ავარჯიშოთ ჩვენი მომავალი თაობა და სხვათაშორის ჩვენ ამ 1 წლის განმავლობაში ვიზრუნეთ იმაზე, რომ სრულიად ახალი სპორტის კანონის შემოგვაქვს. გასაგაზაფხულო მოსმენაზე უკვე წარვადგენთ პარლამენტში, სადაც ერთ-ერთი მუხლი იქნება ის, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში საქართველოში მომუშავე ყველა მცნელი არ აქვს მნიშვნელობა რომელ სპორტის სახეობაში, თუ არ იქნება ლიცენზირებული და არ იქნება სერტიფიკატი ან ეროვნული ფედერაციის ან საერთაშორისო ფედერაციისა, მას არ ექნება უფლება იმუშაოს ჩვენ ახალგაზრდა თაობასთან. ბევრ რამეს დაალაგებს ეს, ძალიან ბევრ რამეს. ანუ ეს ერთგვარად არის იძულება იმისა, რომ შენ თუ არ მოახდენ საკუთარი თავის განვითარებას და ეს განვითარება არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი, ეს იქნება ყოველწლიურად გადამზადების ვალდებულება ჩადებული, მაშინ შენ უბრალოდ მუნიციპალიტეტში და სახელმწიფოსგან ხელფას ვერ მიიღებ რა. საღად. ჩვენ შემდეგი ბატონო ერთი რაღაცა მინდა გითხრათ ძვირფასო. ჩვენ წელს სამინისტრომ ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დაუშვათ იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, სპორტს მოემსახუროთ და იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოთ, წელს ვცადეთ და ერთი რეაბილიტოლოგი გავუშვით სწავლებაზე ჩეხეთში. მომავალ წელს გეგმავთ უკვე 2 კაცის გაგზავნას და მე ნელა ეს გეომეტრიული პროგრესით რო გაიზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო იმაზე კი არ ვფიქრობთ ფედერაციას, იქ მედიცინა უნდა იყოს ჩართული, ფსიქოლოგი უნდა იყოს ჩართული, დარბაზი უნდა კონდეს კარგი. ხო და ამაზე ხო გეუბნებით ეხა ყველაფრის თქმა და დაუშვათ დაანონსება არ გვინდა, მაგრამ ნაბიჯ ყველაფერთან ისე მივდივართ მთელი ამ შემადგენლობით ჩვენი სამინისტროს შემადგენლობით ისე მივდივართ, რომ არ არსებობს რომ ბოლოს არ მივახციოთ სათამაშო სახეობები. რამე ცენტრის მშენებლობა თუ იგეგმება სპორტული რეაბილიტაცია იმ ქალაქში იქნება ხო გითხარით მე იმ ქალაქში იქნება რეაბილიტაციის ცენტრი. მაგალითად დაკავშირებით ერთი შეკითხვა მიუდგომელია რამხრივ ისეთ ვიწრო გზა აი მეორე მხრიდან თუ არის შესაძლებელი ქალაქი იცით როგორ რაღაცა შეუძლებელია ჩვენ დიღმის ჩალებში ნუ საბოლოო ჯამში მოდი ერთი რამე ვთქვა თო როდესაც ფიზკულტურული აშენდა და იქ გაშენდა სპორტული ქალაქი მაშინ იყო თბილისის ყველაზე ბოლო ნაწილი და მაშინაც იყო გარკვეული იქვინივლით. კი იყო და ეს ატური. ეხლა ჩვენ სხვა გზა არ იყო, იმიტომ იქ რეალურად ყველა სპორტული ინფრასტრუქტურა გასწორებული იქნა. ძალიან კარგია. ამიტომ
დიღმის ჭალებში ვინაიდან 2015 წლის ოლიმპიადისთვის იქ დავიწყეთ ამის განაშენიანება, ვინაიდან ჩვენი გქონდა მიწის ნაკვეთები, თქვით რომ მოდი ერთგვარად ერთი სპორტული ქალაქი ავაშენოთ, მათ შორის სპორტის უნივერსიტეტის გადატანაც ვაკიდან იქ იყო ჩვენი იდეა, ვინაიდან ხო მეც თვითონ სპორტის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ვიცი რომ სპორტის უნივერსიტეტი შედგება ორი ელემენტისგან, ანუ ეს არის პრაქტიკული მეცადინეობა და ეს არის თეორიული მეცადინეობა. თეორიული მეცადინეობა ისწავლო უნივერსიტეტში, რომელიც ვაკეში არსებობს და არ ქონდეს შენ პრაქტიკული მეცადინეობისთვის გარკვეული სპორტული ინფრასტრუქტურა, ეგეც შეუძლებელია და იმ სტუდენტს უთხრა რომ ეხა ვაკიდან წადი დიღომში იქ გზაში დაიკარგება და არც კი ჩავა. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სპორტის უნივერსიტეტი და ყველა ის სპორტული ობიექტი, რომელიც დღესდღეობით საქართველოს სხვადასხვა ეროვნულ ფედერაციებს არ გააჩნიათ, ყველაფერი აშენდეს ერთ სივრცეში, მათ შორის სპორტის სამინისტრო, მათ შორის ფედერაციებისთვის ერთი შენობა, სადაც ყველა ფედერაცია იქნება განთავსებული სპორტის სამინისტროს გვერდზე და ეგრე იყო თუ გახსოვთ ვაკეში, სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე არსებობდა ეს სპორტის ფედერაციის შენობა, ანუ ერთად რო ვიყოთ, იქვე იყო სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი და სტუდენტები. სტუდენტი, რომელიც ისწავლის, მერე გამოვა და სხვადასხვა სპორტის სახეობების დარბაზებში ნაკრების მწვრთნელებთან და ნაკრებებთან ერთად მოახდენს მის პრაქტიკულ მეცადინეობის გავლას, რომ მისი კვალიფიკაცია მაღალი იყოს და რატო გჭირდება ეს ყველაფერი. კიდევ უკან მოვბრუნდები და ვიტყვი, რომ ოზურგეთელია, ბათუმელია თუ გორელი სტუდენტი, მე მისი მაღალ კვალიფიცირება მჭირდება იმის გამო, რომ იმ მულტიფუნქციურ კომპლექსებში, რომელიც მის ქალაქში ავაშენე, ის შემდგომში დავაბრუნო იქ როგორც მწვრთნელი. მწვრთნელთა ფაკულტეტზე სტუდენტ რომელიც სწავლობს, ეს მჭირდება რომ თეორიულადაც მაღალ კვალიფიცირებული იყოს და პრაქტიკულადაც და პრაქტიკულ მეცადინეობას ის ყველაზე მაღალ დონეზე აიღებს, როდესაც ნაკრებთან ერთად იქნება და ნაკრების ვარჯიშებს დაესწრება. და ეგეთი ადამიანები გვჭირდება, ეგეთი ახალგაზრდები გვჭირდება და შესაბამისად თქვით რომ მოდი ერთი სპორტული ქალაქი, სპორტის მუზეუმი მათ შორის ახალიც იქ გვინდა აი ავაშენოთ. ეს კიდე არ დადგა თანამედროვე ახალი სპორტის მუზეუმიც იქნება. Წაღან ახსენეთ ხელბურთის, ფრენბურთის, ანუ ყველა ის სპორტის სახეობა იდენტიფიცირება გვაქვს თავიდან ბოლომდე აღებული, ვისაც კი რა მიაკლია ისეთი სახეობები, რომლებიც დღესდღეობით აშენებული არ არის, ყველაფერი განთავსდება დიღმის ჭალებში, იმისთვის, რომ ადამიანი იქ რომ მოხვდება, თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფილი იყოს. რაც შეეხება მეორე ბაზას, ამას შემდგომი გადაცემისთვის იცით, ეს სხვა შორის ახლა გამახსენდა რა, სპორტთან არ არის ეს დაკავშირებული, მაგრამ სტოკჰოლმში ესე ყველა მუზეუმია იურ გორდენი კი არის თვითონ სპორტული კლუბი ახლა ფეხბურთშიც და მაშინაც რა ქვია ჰოკეიშიც, მაგრამ ყველაფერი იმათაც ესე გააკეთეს და ეს მართლა საოცარ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაფერი შენი სფერო ინტერესის სფეროში რაც შედის და ამ შემთხვევაში თქვა სპორტზე თუ ვილაპარაკებთ, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება მიგიღეთ, რომ ყველაფერი ერთად იქნება ეს. ეხლა რა მინდა ნელ-ნელა ბოლოსკენ რო წავიდეთ, არა, ისე ვერ გავიშვებთ, ეხლა ჩერსეთი ზამთრის ოლიმპიადა მოდის. ეხლა მაგაზე რო არ კითხოთ, თქვათ, ხო? აგერ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, თქვათ, ფიგურულ ციგურობაში, ხო? რახანი მედლებზე ვლაპარაკობთ, ეს გვაქვს. ახლა ჰოკეისტები ჯერ ადრეა, ახლა თქვათ ოლიმპიადაზე მოხვედრა. როგორ ემზადებით, თქვათ და ეს მე მithink დღეს რაც გავიგე რომ მაღალთიან მაშინ რაღაც სკოლებსაც მოკლედ პირველი მეც არ წავიდოდი აქედან, რა თქმა უნდა, ამ კითხვის გარეშე, იმიტომ რომ თუ რაიმე ვთქვივა მე და ირაკლის, იმიტომ რომ ძალიან შეყვარებულია ირაკლი ზამთრის სპორტის სახეობებს და მეც ჩემი მოღვაწეობა 4 წლიდან თხილამურები იყო და ძალიან გული მტკივა ის, რომ რაღაცა ზამთრის სპორტის სახეობების გარკვეული ნაწილი ვითარდება, გარკვეული ნაწილის განვითარება აკლია და ხელშეწყობა ჭირდება. დავიწყოთ იმით, რომ პირველი ოლიმპიადა, რომელიც თებერვლის თვეში გველოდება მილანში, ჩვენ და მადლობა მინდა გადაუხადო მარიამ გიორგოვიანს, ფედერაციის ხელმძღვანელს, რომელმაც ბოლო უკვე მესამე ოლიმპიადაა, სრული გუნდით არის წარდგენილი, ერთ-ერთი მოწინავე სპორტსმენები არიან, ევროპის თუ მსოფლიო პრიზიორები და ჩემპიონებით, ძლიერი გუნდია, ეხლა ჩვენი ფიგურის საციგაო სპორტის სახეობათა მიმართებით გუნდურში მოხდნენ, საუკეთესო ხუთეულში არიან და მთელი გუნდით იქნებით წარდგენილი და დარწმუნებული ვარ, რომ
უკვე შედეგიც გვექნება ოლიმპიურ თამაშებზე. თქვენ იცით, რომ წლევანდელი წლის ახალგაზრდა ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც საქართველოში გაიმართა, ჩვენმა სპორტსმენმა უკვე იქ პირველი ოქროს медаლი მოიპოვა, ანუ ისტორიაში ეგეც პირველი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წლის ახალი სპორტის ისტორია ოლიმპიადაზე ზამთრის სპორტის სახეობაში ჩვენი ფიგურული სრიალის ნაკრების წევრები რომელიმე ალბათ გარკვეული სინჯის медаლს მოგვიტანს. რაც შეეხება დანარჩენი სპორტის სახეობას, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არა ვართ ძლიერად წარმოდგენილები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ალბათ ზამთრის სპორტის სახეობაში როგორც სოფლიო ჩემპიონატის ჩატარების კუთხით, მე ოლიმპიადის ჩატარების კუთხით დაახლოებით 9 მილიარდ ლარზე მეტი იქნა დახარჯული, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ, რომ ბაკურიანში ბევრი ახალი ტრასა აშენდა, გათოლიანება მოხდა, გუდაულის გათოლიანება მოხდა სოფლიო თასების ჩატარების გამო, ოლიმპიური ფესტივალის გამო, როგორც თბილისში, ბათუმში ახალი ჰოკეისა და ფიგურული სრიალის ყინულის მოედნები აშენდა, ულტრა უნიკალური ბიატლონის ტრასა აშენდა ბაკურიანში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ამ სპორტის სახეობის განვითარება დავიწყოთ, ვინაიდან ინფრასტრუქტურა უკვე გაგვაჩნია. ჩემთვის როგორც თავიდან, როგორც სამთო სათხილამურო, მოთხილამური ადამიანისთვის, გულსატკენია ის, რომ დღესდღეობით ჩვენ არ აყავს მაღალი მიღწევების ნაწილში ისეთი სპორტსმენები, როგორიც აყავს, თქვათ, ფიგურულ სრიალში. ამიტომ მე ჩემი წინა პერიოდის მოღვაწეობის პერიოდშიც ვფიქრობდით, რომ ამ სპორტის სახეობას გარკვეული მხარდაჭერა ჭირდება. მე მქონდა საუბარი ფედერაციასთან, რომელთან ერთად შევთანხმდით, რომ აუცილებელია, რომ მინიმუმ ბაკურიანში, გუდაურში და სვანეთში აშენდეს სამთო სათხილამურო აკადემიები, სადაც მოხდება ნიჭიერი სპორტსმენების ჩარიცხვა, სადაც მათთან ერთად იმუშავებენ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები, ანუ მწვრთნელები, იმისთვის და რა თქმა უნდა უზრუნველყოფა ექნება თავიდან ბოლომდე სპორტული ეკიპირების. ზამთრის პერიოდში ჩვენ თავიდან ბოლომდე დეკემბრიდან მარტის ბოლომდე საშუალება გვექნება ჩვენ სამთო სათხილამურო ტრასებზე ვავარჯიშოთ ეს ბავშვები. შემდგომ უკვე ფედერაციის ჩართულობით და განსაკუთრებულად ნიჭიერები ამ აკადემიებიდან გვინდა რომ უკვე ავსტრიაში და ისეთ ქვეყნებში გავუშვათ მყინვარწვერი და ახლოებით მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობს და შესაძლებლობა იქნებათ რომ ივარჯიშო. რა თქმა უნდა ეს არ იქნება ეწლიანი და 2 წლიანი, ანუ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ რომ უცბად 1 წელიწადში ან 2 წელიწადში გვეყოლება ისეთი დონის მოთხილამურე რომ სოფლიო ჩემპიონატებს და სოფლიო თასებს მოიგებს, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის რომ 5 წელიწადში, 6 წელიწადში უკვე ვყავდეს მაღალი რანგის სამთო სათხილამურო მოთხილამურები, რომლებიც ოლიმპიადაზე არა ველური ბარათით, არამედ თავიანთი წარმატებით ლიცენზია მოპოვებული სპორტსმენები ჩავლენ და იქ უკვე გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ. რაც შეეხება ჰოკეის, ჰოკეი ბატონმა ირაკლიმაც ახსენა, რომ უკვე იმ ლიგებში, რა ლიგებში ვიყავით, ვიგებ და ავდივართ ზედა ლიგებში, ეს ორი ინფრასტრუქტურა ბათუმისა და თბილისის მოგცემს იმის საშუალებას, რომ უკვე ახალგაზრდა თაობა, რომელიც ამ სპორტის მიმართ არიან შეყვარებულები, ჩავრთოთ, ვასწავლოთ, თაობა წამოვიდეს იმისთვის, რომ დღეს თუ ჩვენ ნაკრების ძირითადი ნაწილი გვყავს სხვა ქვეყნიდან გაქართველებული სპორტსმენები, ხვალდაზე უკვე ამ ბავშვებმა ჩაანაცვლონ და ქართული სახელი და გვარებით ქართველებმა მოახდინო ამა თუ იმ შეჯიბრში მონაწილეობა. ციგა გვაქვს კიდე ერთი ტრადიციული, რომელიც ყოველთვის ხდება ტრამპლინი გქონდა სპორტის სახეობაში, ტრამპლინამდეც მივალ. ის ტრადიციულად იღებს მონაწილეობას, მაგრამ ცოტა მისი განვითარებაც საჭიროა. ჯერ ახლა ვერ დავიკვეხნით, რომ ყავს ისეთი მოციქურავე ციგის სპორტსმენები, რომლებიც ამას დაიპყრობენ, საწყისებში ვართ და ტრამპლინი, რომელიც ტრადიციული იყო და სადაც კობა წაკაძე გაგვაჩნია. ხო, ელემენტარული გულიმწყება, რომ ამ ოლიმპიადის ფარგლებში, რომელიც ლევანდელ წელს ჩატარდა ბაკურიანში, ვერ მოხდა ვერცერთი ტრამპლინის ვერც აშენება და ვერც აღდგენა. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით პრემიერთან საუბარი და აუცილებლად მიუბრუნდებით მაგას, იმიტომ რომ კობა წაკაძის სიცოცხლის პერიოდში მე ვფიქრობ, რომ ერთი კობა წაკაძის სახელობის ტრამპლინები უნდა გქონდეს. მაგარი დინამიური, კარგი სპორტის სახეობა, ვერ იქნება დიდი მასიური, როგორც სამთო სათხილამურო სპორტი, სპეციფიკურია, მაგრამ აუცილებელია, რომ ბაკურიანში იარსებოს ერთმა კარგმა ტრამპლინებმა, რომელიც მისცემს იმ დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალებას, რომ იხტუნაო.
აი დოღი მითხარი, დოღზეც მითხარი და დაგანერებ თავს. დოქტორ დაკავშირებით აქ რო იყავით. კი, მახსოვს, რომ კიდევ მოადგილეობის პერიოდში ვისაუბრეთ მაგასთან დაკავშირებით. ნუ ანალოგიურად მინდა აქაც აღვნიშნო, რომ დღესდღეობით საცხენოსნო სპორტი საქართველოში ვითარდება, ჩვენც შარშანას და მანამდეც, როდესაც ჯერ კიდევ სპორტსა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდში მოღვაწეობდით, ჩვენი ხელშეწყობით ამდენიმეჯერ ჩავატარეთ გარკვეული ფესტივალი. ნუ უნდა ვაღიაროთ ის, რომ შესაბამისი საცხენოსნო სპორტის ინფრასტრუქტურა არ გაგვაჩნია. არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ლისის ტბაზეა, ის რეალურად არ არის. ეს არის ხელსაშენია უბრალოდ. ხო, რეალურად არის უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ რაღაც ცირე ნაწილში ახალგაზრდა თაობა, ვინც ამ სპორტით არის დაინტერესებული, იქ ივარდიშოს. ჩვენ გვყავს კარგი სპორტსმენი, შალვა გაჩეჩილაძის სახით, რომელიც დღესდღეობით ბელგიაში მოღვაწეობს, გვყავს ცხენი. უკვე წელსაც პირველად მეორედ მოიპოვა უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა და ესეც უკვე დიდი რამაა. მაგრამ საკმარისად ახლა იქ ცხენებია, რომელიც 3-4-5 მილიონი ევროღის და ჩვენ გვყავს დაახლოებით 80,000 ევროიანი ცხენი. ნუ ფასიდანაც გამომეტყველებს, ხო, ჩვენ იქ გარკვეულ კონკურენციაში ვერ შევალთ. ნუ თვითონ სპორტის სახეობა ძვირად ღირებულია, განსაკუთრებულად დოღის ნაწილი და ინფრასტრუქტურაც ძვირი მოსაწყობია, მერე იქ სპორტის ნაწილი და ცხენის ყიდვის ნაწილიც ძვირია, მათ შორის სპორტსმენი ძვირია. მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს ბიზნესი და მე ვფიქრობ და სხვა ქვეყნებში ხა თქვენ ხშირად თქვენ არხებზე გაქვთ დოხს და იქ ვერ ნახავთ, რომ სახელმწიფო იყოს სრულად 100% ჩართული, იქ სააქციო საზოგადოება სააქციო საზოგადოებებია ერთი ცხენის გარშემო გაერთიანებულები რა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ბიზნესი უნდა დაინტერესდეს. ერთადერთი ჩვენ სახელმწიფოს რაც გვაქვს გასაკეთებელი, ეს არის რომ ინფრასტრუქტურა შექმნათ ერთი კარგი თანამედროვე, სადაც ჩვენ ახალგაზრდა თაობას მივჩვენთ სახელმწიფოს დაფინანსებით არსებულ საჯინიბოებში ცხენზე მისვლისა და დაწყებით საშუალებას, ხოლო უკვე მაღალი კატეგორიზაციის მრავალმილიონიანი ცხენის შესყიდვის ნაწილში მე ვფიქრობ ბიზნესი უნდა დაინტერესდეს და ბიზნესი უნდა შემოვიდეს და უბრალოდ დავეხმაროთ ჩვენ იმაში, რომ სოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატზე მათ მონაწილეობა მივაღებინოთ. და რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, არ დაგიმალავთ და ერთ-ერთი პრიორიტეტულია ჩვენთვის. მე მქონდა პრემიერთან საუბარი, იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ როდესაც სამინისტროში მივედით, დაგვხვდა გარკვეულწილად ახალი პროექტი, რომელიც იყო კახეთში გათვალისწინებული, მქონდა ამასთან დაკავშირებით პრემიერთანაც საუბარი, პრემიერის ინიციატივაა, რომ მე ვფიქრობ, რომ დედაქალაქში უნდა გავაკეთოთ ეს პროექტი და არა კახეთში, იმიტომ რომ კახეთი მაინც გარკვეულწილად ტურისტებზე გათვლილი ნაწილია. დედაქალაქში აუცილებლად რომელიმე ტერიტორია იქნება შერჩეული, სადაც თანამედროვე იპოდრომი იქნება აშენებული. გადასარევი. კახეთი რა ხან ახსენეთ, აუცილებლად მინდა გითხრათ, ჩვენ შემდეგ გადაცემაში გვეყოლებიან თქვენი ყოფილი კოლეგები, იმიტომ რომ ის რა ქვია, ფეხბურთის ფონდის ამბებზე მინდა ვისაუბროთ აქ. ჩემი კოლეგები არა, ჩვენი ის არის დაფუძნებულია საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი. გიორგი კალანდაძე ძალიან კაი ბიჭია. ჩვენს ქვეშ არის, ჩვენი სტრუქტურული ერთეულია. მე ვფიქრობ, რომ და ბატონი ირაკლისაც ჰქონდა პატივი, რომ ყოფილიყო ფონდის ხელმძღვანელი, სანამ დაინიშნებოდა. მანაც კარგად იცის, მეც ჰქონდა საშუალება, მეც ვიყავი ფონდის დირექტორი და ორივე ვიცით მისი სტრუქტურა, მისი საქმიანობა. გიორგი უფრო კარგად ჩასწრის როცა მოვა და ამიტომაც დღეს ეს თემა ამიტომაც არ წამოვწიეთ და აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ განვიხილავთ ბატონ ირაკლისთან ერთად, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი გარკვეულწილად მოვახდინოთ მისი რეორგანიზაცია და ფეხბურთი ამოვიღოთ და დავარქვათ პირობითად ვიძახი ქართული სათამაშო სახეობათა განვითარების ფონდი, სადაც შევალ ყველა ის სათამაშო სახეობები, რომლებსაც ისედაც ვაფინანსებთ. ემას შეეხება როგორც რაგბს, კალათბურთს, წყალბურთს, ხელბურთს, მთლიანობაში გავაერთიანოთ და ისეთივე ზედამხედველობა გაუწიოს ამ ფონდმა, როგორც უწევს დღეს ქართული ფეხბურთის. ახლა შეიძლება ვიღაცამ ჩემის მოისმინოს და თქვას, რომ მაგან ხო გააკეთა საქმე, რომ ქართული რომელიმე კლუბი გავიდა სადმე, მაგრამ მან შეძლო ის, რომ პირველი ქართული კლუბების უმეტესი ნაწილი გახდა კერძო
და აქამდე იყო 90-ზე, ან მუნიციპალური იყო, დღეს ყველა კერძოა და ფონდი რეალურად თუ ავიღოთ საქართველოს ჩემპიონი, ვინც შეიძლება ყველაზე მეტი წაიღოს ფონდიდან, წელიწადში იღებს დაახლოებით 2,5 მილიონი ლარზე მეც ვერ და კერძო მესაკუთრე ზემოდან ხარჯს. მაგალითად, შარშან თუ არ ვსწრები, თუ წლევანდელ წელს უკაცრავად, ქუთაისის ტორპედოს ჰქონდა 17 მილიონი ლარი. ამიტომ უფულოთაც არ არის. შესაბამისად, დაკერძოება კარგია, იმიტომ რომ სახელმწიფოსთან ერთად კერძოს თავისუფლს დებს. ამიტომ ჩვენც გვინდა რომ გარკვეულწილად დავასტაბილუროთ კალათბურთის, რაგბის, წყალბურთის, ხელბურთის, ფრენბურთის ფინანსური მდგომარეობა, რათა იქაც უკვე ნენელა შემოვიყვანოთ კერძო ინვესტორები, რომლებიც სახელმწიფოს გარდა თვითონაც შადებენ ფულს და რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფო ბიუჯეტია ყველა წყარო, ყველასთვის წყარო, ბათუმი იქნება თუ თელავი იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ბათუმსაც და თელავსაც უნდა შეხვდეს თანაბარ წილად. სახელმწიფო, როდესაც იძახის, რომ ამ ეტაპზე მე მჭირდება, რომ იარსებოს რაგბის საქართველოს ჩემპიონატმა, მაშინ მისგან გამოყოფილი ფული უნდა იყოს ნებისმიერი მუნიციპალური გუნდისთვის იქნება თუ კერძო თანაბარ წილი. დანარჩენი მე სპორტული დირექცია თუ მენეჯმენტი რამდენ თანხას მოიზიდავს კიდე სპონსორისგან და როგორ გააძლიერებს მის ფინანსურ მდგომარეობას. დაფინანსება იქნება ერთნაირი ყველას და ვისაც როგორი მარიფათის მიხედვით იქნება ყველაფერი ახლა. კიდე შედეგიც მაგის რაღაც მინდა გითხრათ რა. ხო ესე არის. ხო. არის ძახის ალბათ და ბატონ შალოს გადაწყვეტილებით თელ ქართულ სპორტს ექნება ერთიანი ნაციონალური ფორმა. რომელსაც ალბათ იქითაც დაგიამოსებთ და პრეზენტაციაზეც დაგპატიჟებთ და ყველაფერს. აუცილებლად. ეს რას ნიშნავს, იცით? ეს რას ნიშნავს, იცით? დავუშვათ წავიდა ტანვარჯიში, წავიდა დავუშვათ კალათბურთი, წავიდა კარატე, წავიდა ჭიდაობა, ყველას აეროპორტში წავა, ყველას ერთიანი ნაციონალური ფორმა ეცმება. შიგნით სავარჯიშოდ და იმათ რაც ჩაიცვებს ეხლა კიმონოს და ბუნებრივია ხა იმასე სპორტულ ეკიპირებაზე ცალკე კონტრაქტები აქვს. ბუცებით არ წავა ეს არაფერი. ჩვენი თავი მიზანი არის რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრების ყველა წევს ეთვას ერთიანი ნაციონალური ფორმა, რომელიც ქართული, რომელიც გარკვეულწილად იქნება საქართველოს გარკვეული გერბის, დროშის, ფერების მიხედვით გარკვეული ცნობადობა უნდა ავამაყოთ. ანუ ჩვენ ქვეყანას ვიცავთ, ჩვენ ვბრძოლობთ. თითოეული სპორტსმენი არ აქვს მაგას მნიშვნელობა, მოკრივე იქნება, მოჭიდავე იქნება, თუ თანმოვარჯიშე იქნება, თითოეული ბრძოლობს საქართველოს სახელით. ამიტომ, როდესაც ისინი მრავალ აეროპორტებს გაევლია რომ მოხვდნენ ქვეყანაში, მათ უნდა ეცვათ წმინდა ქართული ფორმა, რომელიც გარკვეულწილად კიდევ ერთხელ გაასწროს დანარჩენ სოფლიოს ჩვენ ქვეყანას. აი ეს არის ჩვენთვის ჩვენიერი მე მგონი ყველაზე უფრო ესეთი წერტილი ეკუთვნის ამ გადაცემას ესეთი. ერთადერთი ინფრასტრუქტურული სახსენეთ რა ქვია და მინდა რომ აუცილებლად გადმოგცეთ მე ალბათ უფრო ფონდის წარმომადგენლებსაც ვეთქვი ამას თელავიდან დაგვიკავშირდნენ და თქვენ ახსენეთ ახლა რომ იქ ინფრასტრუქტურული პროექტები თელავში შენდება ახლა ყველამ ვიცი ძალიან დიდი ხანი ელოდებიან სტადიონის განახლებას ხო? გაიარა პროექტმა ხო და აი რას ამბობდნენ იცი იქ კიდე მეორე პროექტი იყო რომელიც იქაურე ლანდშაფტის გათვალისწინებით თუ ნადიკვარის რაღაცა ხედის გათვალისწინებით უფრო მოგწონდა ეგება მიაქციოთ მაგასაც ყურადღება ნახავთ ანუ ეს გივიჩეხელის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია ხდება ხო არა ეს ფანტასტიკური ადგილია იქ დარბაზიც არის ქვემოთ იქ გავიზარდე მაგ დარბაზში ხო და კარგი კომპლექსი არა ადგილი ამთლა ესე ტრადიციული კი ბატონო მაშინ დიდი მადლობა სტუდიაში გეკრება თუ მოგმართავთ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით შეგიძლიათ პირდაპირ თქვენთან გავაგზავნოთ ასუხს მოგართვეთ ყველაფერს კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ბოლოს ვიტყვი ერთ მინდა თქვენი ეთერი ვისარგებლო თითოეულ თქვენ ტელემაყურებელს მიულოცო დამდეგი 2026 წელი უსურვო ჯანმრთელობა გამარჯობა ისეთი როგორიც აქვს ქართულ სპორტს გამარჯვებული ყოფილიყოს თითოეული ოჯახი 2026 წელი ძალიან საინტერესო იქნება ჩვენ ბევრი თემები დაგვჭრა კიდევ იმისა რომ ბევრი ვიმჟელოთ ბევრი ვილაპარაკოთ ამიტომ ბევრი რამე მოვიტოვეთ
იმისთვის რომ კიდევ ერთხელ გქონდეს შესაძლებლობა რომ თქვენ საინტერესო გადაცემაში მოვბრუნდეთ, ვისაუბროთ და კიდევ ერთხელ უკვე 2026 წლიდან გავაცნოთ 2026 წლის პროექტები. დიდი მადლობა ამისთვის და ეს სტუდია ყოველთვის ღიაა თქვენთვის. გზა იცით და პირველად არ ახართ და არც უგანაცნობთ. ზათაურთ 11 მეტრიანიზეც ვიკამათოთ. კი ბატონო, შემდეგ გადაცემაში ამაზეც არბიტრაჟშიც ჩაგდოთ. დღეს ამით დავამთავროთ, დიდი მადლობა. ახლა